გამარჯობთ მეგობრებო, იოს ბოსნიდან. სანამ სამსახურში გავიქცევი, ჩაგიწერთ მოკლე ვიდეოს თუ რატოს კდება ლეღვი. ჩემი გიჟები გამოუშვი გარეთ, საკვები დაუყარე რაღაცები. რატოს კდება ლეღვი? ზოგი იძახის, რომ აი წვიმების ბრალია და სად იყო ეხა ბოლო 10 დღე არის, აქ წორ ნორმალურად წვიმა არ ყოფილა, მაგრამ პირველმა ნაყოფებმა უკვე ის ნაყოფები აღარ არის. ამ ხეზე დაიწყო გახეთქვა და ეგრევე მივხვდი რომ წყალი არ ყოფნიდა. ანუ ლეგვის კდება მაშინ როცა ბევრი წყალი აქვს და მაშინაც როცა წყალი აკლია. ხოდა. ამიტომ ჯობია თუ თქვენ ხედავთ რომ ძალიან სიმშრალეა თქვენთან სანამ წიფობას დაიწყებს, აგერ ერთი ცოტა გახსნილი. ხო, ერთხელ კარგად მორწყოთ რომ მთელი ნიადაგი კარგად გაიჟღინთოს წყალით და მთელი სიმწიფის პერიოდში ეყოს წყალი. ნუ თუ მწიფობა ძალიან დიდი ხანი გრძელდება, მაშინ შეიძლება მეორეჯერაც მორწყოთ. ანუ ლეგვის კდება არა მარტო იმის გამო რომ წყალია ბევრი, არამედ იმის გამოც როცა წყალი არ ყოფნის და ზოგს ეს ერევა და არ აქცევს ყურადღებას და მე აღარც მურაბისთვის ვარღა ის ლეღვი და აღარც გასაყიდად რა. აი ხა მაგალითად ერთ დღეში აქ ძალიან ბევრი დასაკრეფი იქნება და გახეთქილი იმდენად არც ერთი არ არის, მაგრამ აი ასეთი გახეთქვა ეს სიმწიფის უკვე დამადასტურებელია და შეიძლება ასეთი პატარაზე გახეთქვა ვერ აიშოროთ თავიდან ვერანაირად. ეს ჯიშობრივი მიდრეკილებაც იყოს და რა თქმა უნდა არსებობს ისეთი ჯიშები, რომლებიც მეტად ხდება, რომელიც ნაკლებად ხდება რა. ხო და ძირითადად აი მთლიანად დროს ხდება და იშლება, ეს არის არასწორი რწყვის, ანუ ტენიანობა არ ყოფნის, ან აქვს ჭარბი. დაბალანსებულად უნდა ტენიანობა ლევს რომ არ დასკდეს. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს შემოკარგებო. ყველას მადლობა, ვინც ხართ ჩემი გამომწერები. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ აღარ მაქვს იმის თავი რომ ეს YouTube-ზეც დავდო, იქაც დავდო, აქაც დავდო და ყველა იყავით YouTube-ზე რომ ვიდეოების არქივი იქნება ჩვენი YouTube-ზე. აბა მე გავიქეცი ხა სამსახურში და ყველას დიდი მადლობა, ვინც ფინანსურად უდგას ჩვენს აგროსკოლას, ჯერესაც ასე დისტანციურს, ასე რომ ვთქვათ, გვერდში და გინდათ რომ იყვეს ეს და გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა. აბა, კარგად იყავით.